გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში შეუძლებელი იყო პლატფორმა X-ზე შესვლა და ასევე ChatGPT-ის გამოყენება და მასთან ერთად ათობით სხვა აპლიკაციასა და ვებგვერდს შეექმნა პრობლემების შესახებ სოციალურ ქსელში წერდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ქართველი მომხმარებლებიც, მოგვიანებით კი ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ Cloudflare-მა გააკეთა კომენტარი ამასთან დაკავშირებით, რადგან პრობლემა სწორედ მათ შეექმნათ. Cloudflare ეს არის ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ინტერნეტ ინფრასტრუქტურაზე მუშაობს. ეს კომპანია სთავაზობს აპლიკაციებსა და ვებგვერდებს, ხრუბლოვან სერვისებს. კომპანიის მონაცემებით მთელი ინტერნეტ ტრაფიკის, ანუ ნაკადის მონაცემების 20% სწორედ მათ სერვერებზე მოდის და ამ სერვერებს გაუჩნდათ პრობლემა, როგორც თავად კომპანიაში განაცხადეს. კომპანიის განმარტებით სერვერი შეეჯახა მოულოდნელ მდგომარეობას და წინააღმდეგობებს და ვერ ახერხებდა პრობლემის გამოსწორებლად საჭირო მოქმედებების განხორციელებას. პრობლემების გამოსწორების მიზნით Cloudflare-ში განაცხადეს, რომ მათ მოუწიათ გარკვეული სერვერების დროებით გამორთვა და ეს იყო მიზეზი, რის გამოც შეუძლებელი იყო რამდენიმე ვებგვერდის გამოყენება. გუშინ ტექნოლოგიურმა დირექტორმა კომპანიის დეინ კნეხტმა პლატფორმა X-ზე კომენტარი გააკეთა ამასთან დაკავშირებით. ის ბოდიშს იხდის და ამბობს, რომ არის იმედგაცრუებული ამის გამო. მოგვიანებით გამოქვეყნდება უფრო ვრცლად თუ რა მოხდა კომპანიაში, თუმცა კნეხტის თქმით ის მოკლედ აღწერს, რომ მათ სისტემაში მიძინებული პრობლემა ჰქონდათ, ეგრეთ წოდებული ბაგი, რომელიც აქამდე თავის თავს არ აჩვენებდა და სწორედ ამ ეგრეთ წოდებულმა ბაგმა ფუჭა მთლიანად სისტემა, რის გამოც შეიქმნა სხვა ათობით პრობლემა და შემდგომ მოუწიათ მათ, რომ ემუშავათ, გამოესწორებინათ ეს საკითხი. აღსანიშნავია ის, რომ ამ ინციდენტის შემდგომ ტექნოლოგიური ექსპერტები კვლავ ალაპარაკდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სერიოზული არის ის პრობლემა, რომ გლობალურად ყველა ტრაფიკი ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული და რომ ერთ ტექნოლოგიურ კომპანიას, როდესაც ექმნება სერვერთან დაკავშირებით პრობლემა, როგორ მოქმედებს ეს ყველა დანარჩენ ვებგვერდსა და აპლიკაციაზე. მსგავსი პრობლემა შეიქმნა მიმდინარე წლის ოქტომბერშიც, როდესაც კომპანია Amazon-ის სერვერებს გაუჩნდათ პრობლემა და Amazon-ში შექმნილი პრობლემის გამო ამერიკის შეერთებულ შტატებში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც ასობით სხვადასხვა ვებგვერდი და აპლიკაცია გაითიშა.